მოსავლის ტერმიტები ზამთრისთვის ემზადებიან. მიწის ქვეშ მათ ათასობით ტერმიტი ყავთ დასაპურებელი. საკვებით დროულად მოსამარაგებლად კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო. ეს ერთობლივი სამუშაოა. ტერმიტები მოსავალს იღებენ და 6 მეტრის სიღრმეში შესანახ კამერებში ჩააქვთ. ამ მარაგით ისინი მთელი ზამთარი გამოიკვებებიან. მამრები მართლაც ბევრს შრომობენ. მათ დედოფალს კი შეუძლია დღეში 25,000-მდე კვერცხი დადოს, ასე რომ საქმე გადანაწილებულია. იმისთვის, რომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ, რთული სამუშაო როლების მიხედვითაა დაყოფილი. ჭრელები თავის ძლიერ, წაწვეტებულ ყბას ბალახის სწრაფად მოსაჭრელად იყენებენ. მოჭრილი ბალახი კი მუშებს გააქვთ. სავანის მიწის ქვეშეთში ბუდეებში მუდმივად შრომობენ. შემოდგომაზე ტემპერატურის ვარდნა ბევრს აიძულებს მარაგის შესაგროვებლად მიწის ქვეშეთიდან ზედაპირზე ამოვიდეს. სოკოს ტერმიტები კვებავ ნივთიერებებს სპილოს ნეხვიდან აგროვებენ და სოკოებს ზრდიან. მერე ამით ისევ თვითონ იკვებებიან. ისინი კოლონიისგან შორს არიან და დასამალიც არსად აქვთ. აქვეა თავდამსხმელი ჭიანჭველების ჯგუფი. ისინი მხოლოდ ტერმიტებით იკვებებიან. ამიტომ შემოდგომით კვებისთვის გარჯა არ უწევთ. ეს სტრატეგიული და მეთოდური თავდასხმაა. პატარა ჭიანჭველები ეძებენ მიწისქვეშა კოლონიებს, საიდანაც ტერმიტებს აგდებენ. გარეთ კი უფრო დიდი ჭიანჭველები ელოდებიან. მიწისქვეშა მებრძოლები მალე უმკლავდებიან პატარებს და ნანადირებით საკუთარ ბუდეში ბრუნდებიან. ეს ძვირფასი ენერგიაა ზამთრისთვის, როცა ტერმიტების პოვნა რთული იქნება. სავანის მიწის ქვეშეთში გაცხარებული აქტივობა შეუმჩნეველი არ რჩება. ჭიანჭველა მის გაკვალულ ბილიქს ცდება და პირდაპირ დანაღმულ ველზე ხვდება. ეს ლომჭიანჭველას გათხრილი მახეების ქსელია სავარაუდო ნანადირების გამოსაჭერად.
შემოდგომაზე მწერების ფუსფუსი პატარა მტაცებლებს ქმედებისკენ უბიძგებს. შხამით სავსე კლანჭები ფსკერზე ელიან, რომ უიღბლო ვიზიტორები გამოიჭირონ. როგორც კი ჭიანჭველა ხაფანგში ხვდება, ლომჭიანჭველა ქვიშას აყრის, რომ თავის დაზვრენა ვეღარ შეძლოს. ხაფანგი მუშაობს. ჭიანჭველა ცდილობს მტაცებელს დაუწვრეს. თუმცა ქვიშა კიდევ ერთხელ ეყრება და უფრო მეტად ეფლობა. როცა მტაცებლის კლანჭებში ხვდება, გადარჩენის შანსი აღარ რჩება. ეს ლომჭიანჭველასთვის ნადიმის ბოლო შანსია. როცა ზამთარი დადგება, ისინი მიწაში უფრო ღრმად ჩაძვრებიან და გაზაფხულამდე უძრავად დარჩებიან.